დაგების შესახებ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ქადაგების დროს. მან განაცხადა, რომ ეს რუსეთის გამოუსწორებელი შეცდომაა. ილია მეორემ წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოს ერთ მორწმუნე ერი ბომბავს. ჩვენთან არის ღმერთი. მართალია ჩვენ დღეს განსაცდელში ვიმყოფებით, მაგრამ ნურაფრისა ნუ შეგეშინდებათ. ღმერთი ჩვენსკენაა, ღმერთი მფარველია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა საქართველოს თავისი ქალთა და სამწუხარო ის არის, რომ ერთ მორწმუნე მართლმადიდებელი რუსეთი ბომბავს მართლმადიდებელ საქართველოს. ეს არის პირველი შემთხვევა აი ესეთი დამოკიდებულების და ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა და ღვთისმადლი გადაარჩენს საქართველოს. ეს არის რუსეთის ასეთი მოქცევა არის დიდი შეცდომა მათი. ძველი ადამიანები ძველად ამბობდნენ, წყალი მიდგება, მოდგება, თავის საგუბარში ჩადგებაო. ასე რომ ღმერთი არ დაუშვებს, რომ მტერმა დაანაწევროს საქართველო. ღმერთმა ძალა მოღწეთ, ღმერთმა გააძლიეროს თქვენში რწმენა, სიყვარული და სასოება, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ჩვენთან არის ღმერთი. ამინ.